გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სტუდიაში გვყავს. ჩემი მოწვევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კვირის შუაში, რომ ირანზე გვესაუბრა ძირითადად სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის ფაზებზე, შედეგებზე. თუმცა მოხდა ისე, რომ თქვენ მათ შორის გაკეთებული განცხადებებისა და ჩვენს სხვა კოლეგა მედია საშუალებებში გამოთქმული მოსაზრებების გამო სუსში გთხოვეს მისვლა. გამოკითხვაზე ბრძანდებოდით, ახლა იქიდან მოხვედით, თუ გსურთ რომ შეაფასოთ თქვენი საუბრის შინაარსი რამდენიმე სიტყვით მაყურებელსაც აინტერესებს და შემდეგ ირანზე კონცენტრირებთ. გამელოდით ამდენი ხანი, სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ მოსვლა დროულად. ბატონ ვალიესთან ერთად ძალიან საინტერესო იქნებოდა ალბათ მასთან ერთად საუბარი. ვიღარ როგორც მოწმის სტატუსით, იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. ეს იყო და ეს მნიშვნელოვანი ისეთი არაფერი. როგორც მათ თქვეს, თქვენი დააბარება უკავშირდებოდა თქვენს გამონათქვამს, რომ ბაქო ჯეიჰანი შეიძლება ერთ-ერთი სასურველი სამიზნე იყოს ირანის. ხა იმ გამოთქმის იმაზე იყო და ამასთან ამის გარშემო იყო, რას ვეფუძნებოდა მოსაზრება და შემდეგ ეს იყო სრულ ექსპერტული, საექსპერტო ვარაუდი, ჩემს მიერ ღია წყაროებით დაყრდნობით. ესეთი ის იყო რა, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. და ერთადერთი მინდოდა რომ აი კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კეთილმოსურნე ჟურნალისტთა და ტელევიზიის ურჩიო რომ მეტი კრეატიულობა და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ არა ვარ მე ნაციონალური მოძრაობის წევრი, არ ყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ და ჯერჯერობით არა ვარ არც ერთი პარტიის წევრი ამჟამად. ამიტომ მეტი ფანტაზია და მეტი კრეატიულობა და არ მინდა ეს რაღაცები ისედაც ჩემი ძალიან ბევრი ცოდვამადევ და ხა კიდევ რაღაც დამატებით იარლიყების მოწებება არ მჭირდება. ეხლა უშუალოდ თქვენ ისევ ჩვენ ირანს დაუბრუნდით. თავში ვიკავებ ამ შემთხვევაში იმათ კრეატიულობა მაგისთვის არ ჭირდებათ კაცო. ეს გამზადებული ფრეიმია, ეგრეთ წოდებული სხვა შორის კარგი ქართული სიტყვა, თარგი ქვია მაგას, ნარატივი. და აი ამ თარგში ეს თარგი გაკეთებულია და იმას შემდეგ უბრალოდ სვავენ სახელებს და გვარებს, მეტი არაფერი არ ხდება. თქვენც იქ უნდა ჩაგაკვეხონ, რომ ნაცები, გადატრიალებას ამზადებენ, ქვეყნის მტრები არიან და ასე შემდეგ და თუ ვიდმეს რამე განსხვავებული და კრიტიკული აზრი აქვს, ყველა იმ კალათაში უნდა მოთავსდეს, ასე რომ მესმის თქვენი ეს რეაქცია ძალიან კარგად როგორც ჟურნალისტის განსაკუთრებით და ეს რჩევაც, მაგრამ მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ჟურნალისტებთან და მედიასთან არ გაქვთ მაგ შემთხვევაში საქმე. ბრიტანეთის მთავრობამ ეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზეც დაადასტურა. ბატონო ვახტანგ, ძალიან საინტერესოა მნიშვნელოვან ფაზაში გადავიდა ოპერაცია ირანში. თუმცა უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა წამოვიდა წინა პლანზე, რაც უკავშირდება მისი დამთავრების პერსპექტივას. დასაწყისში ჩვენ ერთის მხრივ აღვნიშნავდით, რამდენად ეფექტურად დაიწყო ეს ოპერაცია. მართლაც უნიკალური შემთხვევა არის იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდი სახელმწიფოს სამხედრო თვალსაზრისით მომზადებული და წინასწარი გაფრთხილების პირობაში, ანუ ეს ხო არ ყოფილა რაღაც მოულოდნელი, ანუ ყველა ელოდა და მათ შორის ისინიც, რომ ეს ოპერაცია დაიწყებოდა, ხო? მოუკლეს უმაღლესი მხედართ, რა ვქვია, მთავარსარდალი, მთელი გენერალიტეტი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილიც. და ალბათ იყო, ბევრი ვარაუდობს, რომ ალბათ მათ შორის ტრამპის გათვლაც და ოპტიმიზმიც უკავშირდებოდა არა მარტო ამ სამხედრო წარმატებას, არამედ იმ გამოცდილებას, რომელიც ნაწილობრივ დაგროვდა, როცა ასეთი შოკისებური, ეფექტური შედეგების შემდეგ ხელისუფლებები იშლებოდა, ასე ვთქვათ, და რაღაცა ტიპის მოლაპარაკებაზე წამოყვანის წინაპირობები გაჩნდებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შედეგი ამ ეტაპზე მიღწეული არ არის. ის კი არა ტრამპი იგრიბათ, მაგრამ მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ ის ხალხიც კი ვისგანაც რაღაც მოლოდინები იყო, რომ ცოტა უფრო ადეკვატურები იქნებოდნენ და მომლაპარაკებელ სიტუაციაში წარმოსდგებოდნენ, რომ იმათი განადგურებაც მოუწიათ უკვე და ეხლა მივიღეთ სიტუაციაო, როდესაც რომ მართლ რგოლში საერთოდ არავინ აღარ იქნებაო. მთლად ასე არ არის საქმე, ლარიჯანი ცოცხალია, სხვაები ცოცხლები არიან და ამ რაკეტებს აქეთ-იქით ჯერჯერობით ძალიან შემცირებული რაოდენობით, მაგრამ მაინც ისვრიან. აი ეს როგორც სამხედრო, აი სტრატეგიული თვალსაზრისით როგორ ხედავთ ამ სურათს? რა ფაზაში? ისე დაემთხვა, რომ აი ჩვენ შეხვედრები ისე აიწყო ზუსტად, რომ ყველა ფაზა გავიარეთ ფაქტიურად. ერთი იყო მოსამზადებელი ფაზა, მეორე იყო ძირითადად ინიციატივის ფაზა, ინიციატივის ხელშეაღების ფაზა, რომელიც აი გუშინ გამოაცხადეს დასრულებული და გადავიდით ძირითად ფაზაში. აქ არსებული ვითარება იძლევა რა თქვენ ვთქვათ, სრული საჰაერო ბატონობაა დამყარებული. შესაბამისად, ახლა ძალიან მალე ალბათ იქნება ისიც, რომ
ახლო მხარდაჭერის სახერო საშუალებები დაიწყებენ მოქმედებას უშუალოდ გამოვლენილი მიზნების დაზიანებაზე, გულისხმობ აათებს, ტარდებულტებს და იგივე ერთმანეთს უფრო აქტიურად იმოქმედებენ და თუ დავაკვირდებით დარტყმების მიმართულებას, აქ აღმოსავლეთ ირანი არ არის შედარებით უფრო ნაკლებად არის მოქცეული ამ დარტყმების სამიზნეებში. არ არის გამორიცხული გადაიწვეს ამ დარტყმების შესაძლებლობის დარტყმების სამიზნეებმა აღმოსავლეთისკენ. ეხლა ხო, ხმელთაშუა ზღვიდან ხომალდადის ავიამზიდი დაძრულია, რომელიც შეუერთდება ხმელთაშუა შეუერთდება ლინკოლნს და მესამე დაიძრა, რომელიც დაიკავეს ბურში დაიკავეს უკვე ხმელთაშუა ზღვაში ადგილს, რომელიც აი ეს რკალი ის გუმბათი საჰერო მხარდაჭერის შენარჩუნებულ იქნას. მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ამერიკის მოკავშირე ქვეყნების საწ. რა თქმა უნდა, დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილებები სამხედრო თვალსაზრისით კონფლიქტის ესკალაციისკენ უფრო მიდის, ვიდრე რაღაც გაჩერებისკენ და დალაპარაკებისკენ, ხო? ანუ ძალის პროექცირებას კიდევ უფრო მეტად ახდენს ტრამპი იმისთვის, რომ მოლაპარაკებებზე თვითონ იძახის ასეთ ფრაზას, რომ სრული დანებება, მაგრამ ცხადია, რომ ელის რაღაცა ტიპის უკუპასუხს პოლიტიკურს. ავიამზიდი და ჯგუფი, როცა იქნება ორი, იქნება ავიამზიდი და დაჯგუფება, ეს საკმაოდ ძლიერი ძალა არის, სადღაც თითოეულზე 75-დან 90 თვითმფრინავამდეა და საფრენ აპარატამდეა და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან ძლიერი დაჯგუფება იქნება მართალიძანეთ. ეს არის აი ძირითადი ფაზა, რასაც ქვია, აი მაქსიმალურად მიყვანა იმ კონდიციებამდე, რომ იდეალურ შემთხვევაში ხო, ეხლა ძირითადად სტრატეგია, როგორც გამოჩნდა ირანის და ეს გააჟღერეს კიდეც ირანის ხელმძღვანელობამ, არის მომზადებული იყო ამ პერიოდისთვის 12-დღიანი ომის შემდეგ, რომ თუ რაღაცა მოხდებოდა ეს თავის წაცლა, ესე ვთქვათ, გაეგრძელებინა წინააღმდეგობა საცეცებს, ანუ დაყოფილია სამხედრო რაიონებად, იქ მეთაურია, რომელსაც აქვს ალბათ თავის მიზნების სია, იმ შემთხვევაში თუ კარგავს კავშირს, ის აგრძელებს დეცენტრალიზებულად აგრძელებს ბრძოლას. ამას აქვს თავის დადებითი მხარე, მაგრამ აქვს ძალიან დიდი უარყოფითი მხარე. როგორც წესი, დეცენტრალიზებული აღსრულება აუცილებლად მოითხოვს მაინც ცენტრალიზებულ კონტროლს. განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამიტომ არის ესეთი აქეთ სროლა და შემდეგ ბოდიშების ხდა და ჩვენება ბოდიშების პარალელურად კიდევ სროლა და ფაქტიურად ვერ აკონტროლებს არსებულ შეიარაღებულ ძალებს, ხო, ხელმძღვანელობა პრეზიდენტი. ხო. და აი ამ პირობებში აი ეს სამხედრო ზეწოლა, სამხედრო პრესი გამოიწვევს ალბათ იმათ, რომ იდეალურ ვარიანტს მოგახსენებთ, რაზეც შეიძლება მოხდეს, ხო. გამოჩნდეს ფრანკო, დეგოლი, პინოჩეტი სამხედროებში, რომელიც აიღებს იმას ირანელი, რომელიც იტყვის, რომ მე ჩემი შეიარაღებული ძალებით, დგება ხალხის გვერდით, ჩემი შეიარაღებული ძალები ამყარებენ წესრიგს ტერიტორიაზე. ქვეყანა ნადგურდება. სახელმწიფო დაშლის პირას არის. მზადა ვართ, აი ავიღეთ წესრიგს ვამყარებთ, ვაცხადე ნიშნავს ვირჩევ დროებით მთავრობას და დროებით მთავრობა მე განახორციელებს რეფერენდუმს, რომლის მიხედვითაც ხალხი გადაწყვიტავს როგორ შეიძლება მოხდეს, როგორ განვითარდეს ქვეყანა. ეს არის იდეალური სურათი, ამის არის, რა თქმა უნდა, ამის წინაპირობები არის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვიღაც პიროვნებების მოძიება დამერწმუნეთ, რომ მიმდინარეობს. სხვადასხვა მნიშვნელოვანად შემჩნეული არის საკმაოდ დიდი რაოდენობის გუშაქთა კორპუსის მებრძოლების გადინება ავღანეთში, ავღანეთის მიმართულებით. და აი ეს ნიშნავს, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს რაღაც გარკვეული ან გათვლა არის გარკვეული იმაზე, რომ საბოლოოდ განადგურდეს აი ეს გუშაქთა კორპუსის ძალები, რომელიც 125,000-ში ადგენენ თავისი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო კომპონენტით, მაქსიმალურად მოიწმინდოს ველი, რათა გამოჩნდეს აი შემდეგი ძალა. აი ეს სურათი ჩანს. იყო კიდევ რამდენიმე სხვა ვერსია, შეიძლება პარალელურადაც ვიგულისხმოთ ეს ქურთული ძალების მობილიზებას და ხელშეწყობას უკავშირდებოდა, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ეჭვები გამოითქვა, რომ შეიძლება უფრო მეტად მოეხდინა ირანული ძალების კონსოლიდირება მათ საწინააღმდეგოდ. ამ ეტაპზე ეს არ ჩანს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ საუბრობენ იმაზე, რომ ირანს აქვს ომის გაწელვის ტაქტიკა თუ სტრატეგია, რაც გათვლილია იმაზე, რომ ერთი რომ შეერთებულ შტატებს ასეთ დისტანციურ ომისთვის სრულად მომზადებული და უზრუნველყოფილი რესურსი არ გააჩნია თითქოს, ამაზეც მაინტერესებს თქვენი როგორც გამოცდილი ექსპერტის აზრი
და ამბობენ იმას, რომ კი შეიძლება ირანს გამოელიოს რაკეტები, მაგრამ აიათოლები არ გამოელიოთ. ასეთ ფრაზაც გაისმა ამ შემთხვევაში. ხშირად დადარებენ საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს რანაირად შეიძლება გამოელიოს რაკეტები. რაკეტები შეიძლება კი არ გამოელიოს, მაგრამ იმ ტიპის კონფლიქტის მიმდინარეობის გათვალისწინებით, როცა აი ამ პატარ-პატარა დრონებისა და იმის მეშვეობით ფიტავენ, ასე თქვა, ძალიან ძვირად ღირებულ თავდაცვის სისტემებს, მართლა ხო რამდენი შეიძლება ამან განსაზღვრელი გავლენა მოახდინოს, მაგრამ სონი თავად ტრამპის ძალიან დიდია ჩამოსული ამ ირანზე. აქ კიდევ ისრაელის ელემენტი შემოდის, რაც ცალკე კითხვა თუ გნებავდა თურქული კიდევ. აი, ბევრი რაღაცა ვახსენეთ ერთად და ბრძანეთ და მე ძალიან ეს არის რომ პრინციპულად დომინანტი რეგიონში დომინანტი თურქეთი ხდება ირანის დასუსტების შემთხვევაში. ირანი თურქეთს აქვს ამის პრეტენზიებიც, ამბიციებიც შესაბამისად თურქეთს და აზერბაიჯანს. ხშირად დადარებენ ირანს ავღანეთს. არ არის ეს ერთი და იგივე აბსოლუტურად ირანი ქვეყანაა, რომელიც ჩამოყალიბებულია თავისი სტრუქტურით, თავისი მოსახლეობით და მოსახლეობის თავისი შესაბამისი ხედვით და კულტურით. და ავღანეთი მაინც არის ცალკეული ტომობრივი გაერთიანება, იყო რომელსაც ძნელი იყო თავის მოძიება, ვინაიდან ყველა ტომი თავისი იყო, ცალ-ცალკე იყო. აქ ცოტა სხვა ვითარება არის. სახელმწიფო. შემდგარი სახელმწიფო. ეს ერთი, მეორე, ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ჩვენ მოწმეები ვართ მეხუთე თაობის ომის, რომელიც აი განსხვავდება წინა ომებისგან და მაგალითად მოყვანა იმის, რომ სანამ ქვეითი ფეხს არ დადგამს მიწაზე ეს ვერ გადატრიალება არ მოხდება, ხელისუფლება არ შეიძლება, არ ვიცი, ვნახოთ, იმიტომ რომ სულ სხვა ომს ვუყურებთ ახლა ჩვენ. გავეყნობით იმ ძველი გამოცდილების, ძველ არსებულ იმას, სტერეოტიპებს, ვინაიდან სხვა რეალობაში ვართ, სხვა ვითარებაში ვართ. აქედან გამომდინარე, აი ეს ზემოქმედა მაშინ თქვით, ვახსენეთ, ხო, შოკი დაძრწოლა ესეთი სტრატეგიაც იყო, ხო, სტრატეგიაც რომის რეანიმირებასაც ვუყურებთ დღეს ჩვენ ირანში, ხო? იქნება ამან გამოიღოს ეს შედეგი და იქნება მართლაც აი როგორც თქვი, იდეალური ვარიანტის ის გამოჩნდეს, იმიტომ რომ ქურთების ვარიანტი თქვენ მართალი ბრძანეთ, შეიძლება გამოიწვიოს ერთი დროში თქვენს გაერთიანება. ან პირიქით სულ დაშლა, ვინაიდან იქ აზერბაიჯანელები, არაბები, თურქები და ასე შემდეგ, თურქებიც არიან 7% სულ ქურთები. შეიძლება გამოყენებული იქნას ქურთების მომენტი, ოღონდ ავტონომიის მინიჭების თქვა სიტყვაზე დაპირებით არ რაღაც. მოკლედ რთული ვითარება არის. რთული ვითარება, ჯერ ვერ ვიტყვი. სამხედრო თვალსაზრისით რომ სრული დომინაცია აქვს და ახლა უკვე ანადგურებენ ინფრასტრუქტურას და მათ შორის საინტერესოა ეს ბოლო ფაზა, როცა უკვე ნავთობის მომპოვებელი დასაცავების დაბომბვა დაიწყეს, ეს ბევრისთვის იყო მოულოდნელი ამ შემთხვევაში, მაგრამ როგორც ჩანს, აი ტრამპის გადაწყვეტილებაა, რომ აჩვენოს, რომ ბოლომდე არის წამსვლელი და მასზე არ ახდენს გავლენას ის რის მიღწევის ცდილობასაც ირანი ცდილობდა, ანუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რთულ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. მადლობა ბატონო ვახტანგ, მოგვიწევს მომავალ კვირასაც დარწმუნებული ვარ ამ თემების ესეთი დეტალური ანალიზი. ბოლოს მაინც შეგეკითხებით, მაგ კითხვაზე პასუხის გაცემამ გამოიწვია ეს უხერხულობები, რომელიც შეგექმნათ, მათ შორის სუსტან დაკავშირებითაც, მაგრამ ხალხისთვის საინტერესოა ირანის სამხრეთ კავკასიასთან თურქეთთან დამოკიდებულების კუთხით. სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო, ინტენსიურად ცდილდებოდა გუშინ, რომ თითქოს ირანმა ოფიციალურად ულტიმატუმის მსგავსი რამ წაუყენა აზერბაიჯანს, რომ თუ კი ისრაელისთვის არ შეწყვეტთ მიწოდებას, ჩვენო თქვენ ლეგიტიმურ სამიზნედ მოგირჩევთო. მე ვეცადე მაშინაც რომ გადამემოწმებინე სადმე თუ იყო ეს სანდო წყარო, ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ კულტივირება თავად აი ამ თემატიკის შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, მათ შორის ნახეთ ჩემაზეც შემთხვევით მართლა იქ დრონი აეროპორტის სათავო შენობას ვერ მოხვდებოდა, ხო, და ამიზნები ნაცვლები იყო. ტექნიკური შეცდომით. ანუ ამ თვალსაზრისით რაღაცა ტიპის ეს არა მარტო მინიშნებები, ეთქო მუქარები ნამდვილად არის. ამ შემთხვევაში ბაქო თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენი ნამდვილად არის ერთ-ერთი ასე თქვათ აზერბაიჯანში აღმოაჩინეს ეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც აღმოაჩინეს და ოფიციალურად დადასტურდა კიდეც. თქვენი აზრით ამას რა კუთხით უნდა აქცევდეს ყურადღებას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და მის სპეცსამსახურები? არა, ალბათ აქცევენ ყურადღებას, ვინც ეს დაინტერესებები არის, ზუსტად ამასთან იყო საკითხები, ალბათ აქცევენ რაღაც გარკვეულ ყურადღებას. დადებითი რაც შეიძლება ვთქვათ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო შესაძლებლობების ნაკლებობა გააჩნია ირანს.
უმცირდება ეს ნაკლობები და აი ამისთვის ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე ამერიკას და ისრაელის სამხედრო ზემოქმედებას. ასევე საინტერესო იყო განცხადება, რომ ირანი იმ ქვეყნებს არ განიხილავს მტრად, ოღონდ განიხილავს ამ ქვეყანაში განთავსებულ ამერიკულ და ისრაელის რაღაც სამხედრო ბაზებს და ობიექტებს. ასე რომ ძნელი სათქმელია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძნელი სათქმელია ახლა აზერბაიჯანთან ეს დაძაბულობის ფონზე თურქეთი აზერბაიჯანს არ დატოვებს. მე ვისურვებდი, ჩემი სურვილი არის, რომ აი ამ პირობებში, რომელიც ახლა წარმოიქმნა, იქნებ მოხერხდეს, იქნება კოორდინაცია იყოს ჩვენს საერთოდ იდეალურად მიმაჩნია, რომ იდეალური იქნება თუ კი შეიქმნება ამიერკავკასიის სახელო თავდაცვის ერთიანი ქოლგა, ან ერთიანი ფარი. ისე როგორც ევროპაში მიდის ამაზე საუბარი, ხო, სამხრეთ კავკასიის დავარქოთ, ხო, სომხეთის თავისთავად, რა თქმა უნდა. თუ ისეთივე როგორც ბატონ ვალერის უნდა ამაზე საუბარი ვერ მოვასწარეთ მასთან, მაგრამ ბატონ ვალერის ეს შეთავაზება ქონდა მათ შორის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართაც, რომ ამ ხრივ დიპლომატიური ძალისხმევა გააქტიურდეს, აგერ იყო ჩამოსული ფაშინიანი, შეავსებდნენ ერთმანეთს. ტერაქტის შემდეგ ესაუბრებდნენ აზერბაიჯანის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ხრივ რაღაც ერთიანი ძალისხმევა გამოჩენილი იყო. თუმცა ეს ჩვენი სურვილების დონეზეა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფის მცდელობა როგორ დამთავრდა ჩვენ სამწუხაროდ გვახსოვს. მადლობა ბატონო, ახლა ამაზე კომენტარს არ გთხოვთ, მადლობა მინდა გითხრათ.